თქვენი ზიარება და ერთმა გაგაძლიეროთ და ერთმა დაგლოცოთ. მე დიდხანს არ შეგაწყენთ თავს 2-3 სიტყვით მოგახსენებთ დღევანდელი დღეს წმინდანის შესახებ, რომელსაც დღევანდელ დღეს მოიხსენებს მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც და უფრო მეტად შეიძლება ითქვას რუმინეთის, დღევანდელი თანამედროვე რუმინეთის, მაშინდელი ვლახეთის ეკლესიის ისტორიაში საუბარი მაქვს ანთიმოზ ივერიელის შესახებ, ალბათ ყველას ხსმენიათ მისი სახელი და მოკლედ მოგახსენებ მის ცხოვრების შესახებ. ეს არის მე-17 საუკუნის მოღვაწეა, მე-18 საუკუნის დასაწყის მე-17 მეორე ნახევრიდან და უნდა ითქვას მის შესახებ, რომ ის იყო მრავალმხრივ განვითარებული და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, დაჯილდოვებული იყო უამრავი, ასე ვთქვათ, ნიჭებით. გარდა იმისა, რომ იცოდა ბევრი ენა, იცოდა თურქული, რუმინული, ქართული თავისთავად ხო იცოდა და არაბული იცოდა, ბერძნული იცოდა, იყო დიდი და საკმაოდ კარგი თეოლოგიც, ამასთან ერთად ხელოვნებასთანაც არ ჰქონდა ესეთი მწყარელი დამოკიდებულება, ასე რომ ვთქვათ, იყო კალიგრაფი, იყო ხატვარიც და ხეზე მუშაობა, მრავალმხრივ იყო განვითარებული და სამწუხარო ის არის, რომ მისი ახალგაზრდობის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის, აი ეს ახალგაზრდობა, რაც მან საქართველოში გაატარა, ხო, ბევრი ინფორმაცია არ არის შემორჩენილი. ერთი ვიცით, რომ ის სამცხე-საათაბაგოში იზრდებოდა, იქ დაიბადა, იქ იზრდებოდა, მეფე არჩილთან ერთად იმყოფებოდა რუსეთში, როდესაც მეფე არჩილი ცდილობდა, რომ სტამბა დაეარსებინა და აი ამ საქმეში ეხმარებოდა მას და საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი დაატყვევეს და ტყვედ გაყიდეს. და შემდეგ აი მისი, ასე ვთქვათ, რითიც ჩვენ ვიცნობთ ანთიმოზ ივერიელს, უკვე აი მისი ტყვეობის შემდეგ იწყება, ასე ვთქვათ, ცხოვრება, რომელიც არის უდიდესი ღვაწლი ღვთის წინაშე და კონკრეტულად რუმინელი ერის წინაშე, ასე რომ ვთქვათ. ის ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა და სწორედ აი აქ იერუსალიმში მან შეძლო და თავისი ეს ნიჭები უფრო და უფრო განავითარა და შემდეგ უკვე 1690 წელს რუმინეთის ვლახეთის მთავრის მიწვევით ის ჩადის უკვე ვლახეთში და აი იქ იწყება მისი მოღვაწეობა ვლახეთის, ასე ვთქვათ, ეკლესიის და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ეს არის ოსმალეთის იმპერია ბატონობს ეს პერიოდი არის და ამავე დროს აი ანთიმოზ ივერიელს გარდა იმისა, რომ თურქთა ბატონობასთან უწევდა, ასე ვთქვათ, შეჭიდება, იყვნენ ესეთი ადამიანი ფანარიოტები, ეს იყვნენ ბერძნები, რომლებიც წარმოადგენდნენ მაშინდელ სასულიერო და ასე ვთქვათ, ვაჭართა ელიტას და ისინი ოსმალეთის იმპერიის კარზე იყვნენ დაწინაურებული საკმაოდ, მათგან ნიშნავდნენ ხოლმე სხვადასხვა თანამდებობებზე და აი მათ წინააღმდეგაც უწევდა ბრძოლა და მათგან გათავისუფლება რუმინეთის ეკლესიისა. ასე ვთქვათ, ესე იგი მისი მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, არ დარჩენილა ყურადღების გარეშე, ის სტამბებს აარსებს რუმინეთში, თარგმნელობით სამუშაოებს ეწევა და უკვე 1705 წელს ის ხდება რიმნიკის ეპისკოპოსი და უკვე 1708 წლიდან ის ხდება უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი და აი მუხჩაუხრელად შეიძლება ითქვას, რომ შრომობს თავისი ამ ქვეყნის დროინდელი ყოველთვის ხაზს უსვამდა მის ცხოვრებაში, ნათქვამია, რომ ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის წარმომავლობას, ის ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ საქართველოდან ივერიიდან იყო წარმოშობით და ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა, მაგრამ ის მეორე სამშობლო იყო მისი ეს ვლახეთი და ვალდებული იყო მით უმეტეს, რომ სამხელა სასულიერო თანამდებობა ჰქონდა, მიტროპოლიტი ვალდებული იყო, რომ ის კეთილდღეობისთვის ეზრუნა და აი მისი მიტროპოლიტობის პერიოდში ვლახეთში დაახლოებით 20-მდე ეკლესია მონასტერი იხსნება და წინ მიდის, ასე ვთქვათ, ეს თარგმნელობითი სამუშაოები და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამ დროს ბოროტს არ ძინავს და ერთ-ერთი 1714 წელს ხდება ვლახეთის თავარის მოკლავენ და 1716 წელს უკვე შემდეგ მეორე ბოლო მთავარს ვლახეთისას და ტახტზე ადის, ასე ვთქვათ, ვლახეთის თავარის ტახტზე ადის ესეთი ფანარიოტი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც უპირისპირდება ანთიმოზ ივერიელს და ანთიმოზ ივერიელი რაშუა შეკრიბა მაშინდელი ბოიარები და დახმარება, რომ ერთობლივი ძალებით, ასე ვთქვათ, ეზრუნათ, გაეთავისუფლებინათ ამ მათგანს.
ვლახეთი, მაგრამ ეს როგორც ხდება ხოლმე ძალა აღმარცხნავს და ამ მთავარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეშვეობით მოაწყო კრება, საეკლესიო კრება, რომელსაც არც ერთი რუმინელი ეპისკოპოსი არ ესწრებოდა და აი ამ კრებამ გაასამართლა ანტიმოზივერიელი, გარდა იმისა, რომ ის გამკვეთეს სასულიერო ხარისხიდან, ეს არ იკმარა მთავარმა და მას მიტროპოლიტობის, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით დატოვება რო სთხოვა, შემდეგ უკვე გადასახლებას კი მიუსაჯა და აი საეპისკოპოსო კრებამ იგი სინას მთაზე გადაასახლეს, სინას მთაზე გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ გზაზე, როდესაც ის მიყავდათ გადასახლებაში, ვერ მიაღწია სინამდე და შუა გზაში თურქი ჯარისკაცების მიერ იქნა ხმლით, ასე ვთქვათ, აკუწული და ესე მოწამეობრივად დაასრულა მან თავისი სიცოცხლე. შეგვეციოს ყველას მისი ლოცვა. ეს არის განსაკუთრებული წმინდანი მართლაც ჩვენთვისაც და რუმინელებისაც დღესაც ძალიან ისეთი ორი ეკლესიის წმინდანი არის და უდიდესი წმინდანი და ღმერთმა მისი ლოცვით დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა, დაამშვიდოს სრულიად საქართველოს, სრულიად სოფლიო, შეეწიოს მისი ლოცვა ჩვენ დედა ეკლესიას და დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს ღმერთმა მისი ლოცვებით. აი ნებისმიერ წმინდანის ცხოვრება ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ სამაგალითო უნდა იყოს და ეს ადამიანები, ვისაც გადადებული ქონა თავის პირველ რიგში ღვთისთვის და მე ერისთვის, რომელსაც ემსახურებოდნენ, ეს ჩვენთვის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მისაბაძი და მე მინდა რომ ორიოდე სიტყვით შევეხო გუშინდელ დღესაც გუშინ ვერ მოხერხდა საუბარი და გუშინაც ერთი დიდი წმინდანის თორნიკე ერისთავის იოანე თორნიკ ყოფილის ხსენების დღე იყო, რომელიც არის მე-10 საუკუნის მოღვაწე, ერთ-ერთი დიდი, ასე ვთქვათ, სარდალი იყო დავით მესამე კურაპალატის კარზე და მას ერთ-ერთი დამფუძნებელი არის, თანადამფუძნებელი ათონზე ქართველთა მონასტრის, ივერთა მონასტრის სახელით რო ვიცით, ის ბერად იყო აღკვეცილი, როგორც იცით ათონის მთაზე და როდესაც აი ბარდასკლიაროსმა დააპირა, რომ ბიზანტიის იმპერიას ტახტი დაეპყრო, მას ბიზანტიის მაშინდელმა იმპერატორმა, ასე ვთქვათ, შუამავლობა თხოვა დავით კურაპალატთან, რომ ჯარით დახმარებოდა, რა თქმა უნდა, თორნიკე ერისთავს არ უნდოდა ათონის მთის დატოვება და ბერული აღთქმოქონა დადებული და აღკვეცილი იყო ბერად, მაგრამ იოანე მთაწმინდელის და ათანასე ათონელის, ასე ვთქვათ, თხოვნით ის მიდის, ჩამოდის საქართველოში დავით კურაპალატთან ასე ვთქვათ, შუამდგომლობისთვის მიდის, რომ ჯარი გააგზავნოს ბიზანტიის იმპერატორის დასახმარებლად და თვითონვე ჩაუდგება ამ ჯარს სათავეში 12,000-იანი ჯარით იბრძოლა თორნიკე ერისთავმა, რა თქმა უნდა, დაამარცხა, საკმაოდ ისეთი გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით, კარგი მებრძოლი იყო და დაამარცხეს ბარდასკლიაროსი და შემდეგ დიდი ნადავლი, რაც მათ იმპერატორმა ბიზანტიისთან ომის შემდეგ უბოძა ხო, მთელი ეს ნადავლი ძირითადად ათონის მთას და მის მონასტრებს შეწირა და უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ქართველთა მონასტერს, ივერთა მონასტერს მოახმარა. მისი ლოცვითაც ღმერთი შეგვეციოს და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედა ეკლესია. ჩვენთან არის ღმერთი.